სალამი მეგობრებო, როგორ გძანდებით, ჩვენ კარგად ვართ და ეხლა მეგობრებო, ცოტა ხანში ჩვენ გაჩვენებთ სენსაციას, ნამდვილ სენსაციას. ეს არ არის არანაირი ფეიკი, სპეციალურად თხოვე ჩვენს გოგონებს რომ გადაემოწმებინათ და მართლაც ეთერში გავიდა ეს. რა გავიდა ეთერში? პატარა ანონსი. ესე იგი, ჩვენ ვამბობთ რომ სალომე სამანდაშვილი იყო. და მაგას მე რამდენი ჩეპე უნდა კონდეს ეგეთი. სალომეს არ ქონდა ჩეპე. სალომეს რო ეუბნებიან. ის არ გახსოვს ანა ნაცვლიშვილი არ არის ლევოელი რო იდგნენ და ვერ იყვნენ ტრიბუნას და იმან რომ მიაგინე. სულ ეგრე აგინებენ მაგალ. ჩეპე მოვიდა ყველაზე ჭკვიან და ერთ-ერთ ყველაზე ეროდირებულ მაიონეს სლობოდას სახეს. მაიონეს სლობოdas სახეს. ცალბუკას მეუღლეს. მიშველაძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გდლებს კრიჭავდა. კი. სულ რაღაც 2 წლის წინ. მაგრამ ეს ჩეპი არ არის, ეს არის სიმართლე, რომელიც ვერ დაიმალება. შუბი ხალთაში ვერ დაიმალება და მართლაც ჩვენ ნახეთ და ნახავთ ახლა ჩვენ ნახავთ და მოусმენთ რომ ყველაფერი იცის რა ლუზერები არიან ეს ოპოზიციონერები. უშვებ და ყურადღება მიაქციეთ, კიდევ ერთხელ გავუშვებ მე ყურადღება მიაქციეთ ვიდეოს დასასრულს. და ხმას მოусმინეთ. სწრაფად მოხდება პრიორიტეტის მინიჭება საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადარებული პოლიტიკის დღეს იყო გასაგებია. შიკვარაგა კიძახის აქ ხო არა აქ კიძახის კიდევ ერთხელ ეს არ არის კიდევ ერთხელ მაი ვიდეო გადავახვიეთ და კარგად ნახეთ, ლაივი ნახეთ. ეს არ არის ვიდეო რომელიც მოჭრილია და შემდეგ დადებულია მასზე ეს ხმა, ეს არის ორიგინალური ვიდეო. გავუშვით. სწრაფად მოხდება პრიორიტეტის მინიჭება საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადარებული პოლიტიკის დღეს იყო ეს არის ეხლა ტელევიზორში ვარ. ეხლა იტყვიან რომ ეს სიტყვები შიქო არა გაქვს ბოდიში რომ ვიმეორებ არ არის ამ ნარატივის. ანუ სხვა რამეზე თქვა. ეკუთვნის ტექნიკურ სამსახურს და ტექნიკურ სამსახურს ეს სიტყვები არ ეკუთვნის ყველა გამოსtildeმა წამყვანმა იცით რომ როცა ეთერში და მიკროფონი ღია ეგეთ რაღაცები არ უნდა თქვა. და თითქოს ვიდეოც ზუსტად შინაარსიანი გაუშვეს, ასე რომ კი გიდასტურებ ჩემო კარგო, ჩემო მიშველაძევ, ქალბატონო მიშველაძევ რომ აქვთ. კი ბატონო და აქ კიდე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ ოპოზიცია ისე დაერია ერთმანეთს, ანუ ისე ჭამენ ერთმანეთს, რომ არ ვიცი თამარ ჩერგოლეშვილმა დაწერა ვიკა ბუკიაზე რაღაც ანუ ეს არ ნახულად დებილი. ბაია პატარა სასამართლოში უჩიო. ბაია პატარა ეს ცალკე ვიკა ბუკიაზე რომ ეს უპატრონო დებილი და განუვითარებელიო იქით გახარიას შეაჩდნენ და ნუ კაროჩე არაფერი არ დატოვეს მაგისგან. მოკლედ ოპოზიცია ისეც უკეთებს ერთმანეთს, ანუ ჩვენი ეს არის პოპკორნი მოვიმარჯვოთ და მორჩა. კი ბატონო. ეხლა ჩვენ საინტერესო გახარია არის ყველაზე მთავარი ცენტრალური ფიგურა ოპოზიციის. გავუშვით გახარია, ხო? ციხისთვის თუ ხართ მზად? ნუ გადაგაქვთ თერმად მაინც. რას ნიშნავს ციხისთვის თუ ხარ მზად? მე ბრძოლისთვის ვარ მზად. ბრძოლაც ხო შეიძლება ესეც ერთი კომპონენტი იყოს. მე ბრძოლისთვის ვარ მზად. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც ვარ მზად, რომ ასე როგორ გითხრათ, როგორ თქვა, ასე ოცნებას ნამდვილად არ ჩავყართ. თქვენი დაბრუნება, თქვენი პოლიტიკური ნაბიჯი ხდება ეს რაღაცის დემონსტრირება. ჩემი ყოველი დღეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, მერწმუნეთ. და უბრალოდ დღეს ისე აღმოჩნდა, რომ ეს მინდა გთხოვოთ, რომ გაითვალისწინოთ. დღეს ისე აღმოჩნდა, რომ აქ ბევრი ხალხი იყო და მედიას უბრალოდ თავი ვერ ავარიდეთ, თორე მე რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასოდეს არ მიცდები. ჯერ ერთი ხშირ შემთხვევაში არც არის ამის საჭიროება, ეს უბრალოდ ეფექტურობასაც თავარი თქვა. თავარს ეკითხებიან ციხისთვის ხარ თუ არა მზადო და ტიპი პირდაპირ ეუნება ჯერ რას ნიშნავს მზადყოფნაო, ეგ უკვე არის, რომ არ არის მზად და მე ტიპი ეუბნება, რომ ოცნებას ასე არ ჩავბარდეო. ანუ ველაფერს ვიზავრო, ციხეში არ ჩავჯდეო. დავიწყოთ იქიდან, რომ ვიცით ესეთ განცხადებები ადრე ვიც გააკეთა, შენ გაგახსენდა მიშა სააკაშვილი და მეო ზებრაკი არ ვარო, რომ იქ დამიჭირონა და შენ გასკვანჩეს ეგრე. ბაჩიაშვილიც გამახსენდა. ზებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, შენ როცა არ ახარ
მზად იმისთვის, რომ შენი ბრძოლისთვის თუნდაც ცირე დისკომფორტს მიიღებ, ეს ერთი წააგებ და რაც თავარია შენს პარტნიორებს, ვინც ციხეში წავიდა პენისებს უწოდებ. ხო. კი ბატონო. აი მათ ისეთნაირი პენის კი არა ვარ ციხეში წავიდა. კი ბატონო. რაც პრინციპში პატარა სკითხვა შეიძლება მიცეთ ამას, რომ ისეთი პენისი არ არის, სხვანაირია. თან დღევანდელი ციხე უნდა განვასხვაოთ იმ პერიოდის ციხისგან, სადაც არ ვიცი ხა წინა მართლობა რატო უნდა შევადაროთ, იმიტომ რომ ჩვენი უახლესი წარსულია და ცოცხალი მეხსიერების ნაწილია და ასევე თავარ ოპოზიციურ ძალად ეკრებსტი ნაციონალურ მოძრაობა წარმოდგენილი, ვინც მანამდე სისტემურ წარმოებაში იყო მხილებული. ერთ წუთით შესაბამისად ჩვენ უნდა შევედაროთ რაღაცას, ანუ რა ვიყავით და რად გარდავიქმენით. შესაბამისად ის ციხე აღარ არის, სამარტო საკნები არსებობს, სადაც არ ვიცი მელია გამოდის და ამბობს, რომ პაფლოცკი არ მოეწონა, ანუ მაკარონი ხორცით და განათების რაღაცა სიხშირე, ლაზარე გამოვიდა და თქვა, რომ მუსიკა არ იყო შესაბამისად და რაღაცა ტენდერი თქონდაო ისეთ მაღაზი, ისეთ კომპანიას მოგებული, რომელსაც აი მაღაზიაში რაღაცა ის პროდუქტები არ იყო, Twix-ი ან რაღაც უნდა და ალბათ. აი ბრეივიკის პრობლემები რა რეალურად რაც არის. ხო და მანამდე არსებობდა ციხე, სადაც დაინვალიდებული გამოდიოდი და ასევე ის მინდა რა ვთქვა, რომ როდესაც შენ ხარ პოლიტიკური მებრძოლი და არ ხარ მზად წახვიდე ციხეში, ეგ იგივეა, რომ ომში მიდიოდე და სიკვდილისთვის არ იყო მზად. ეს იგივეა, ის მე რო ვიმეორებ ხოლმე ხშირად ყავა, კოფეინის გარეშე და ლუდი ალკოჰოლის გარეშე. რა თქმა უნდა. ეს ვარი ზურაგირჩი თამაშობდე და მზად არ იყო რომ დაგეჯახებიან. ზურაგირჩი ჯაფარიძე. წერს ციხის ნაკვესები აქვს ახლა ამათ რა. ყოველდღე მესმისო რომ ზურიკო აიღე სმეტანიანი ხაჭაპური და სმეტანიანი ხაჭო. ანუ ციხის რაციონში შედის ყოველდღიური სმეტანიანი ხაჭო. მე არა იმ საკათმეში ვიჯექი, სადაც ესენი სხედან. და შემსწრებზე პასუხს ვაგებ, ესენი არიან გადაკეტილი ვიღაცეები და ჩვენ ვიჯექით ციხეში, რომელშიც სმენკა იყო და საწოლზე 4 კაცი მოდიოდნენ. ეს ყველაზე კარგი კამერა იყო. ყველაზე კარგი კამერა იმ ახალგახსნილ ზონაში. ლაქსერის სუჩი იყო. ლაქსერი. და ყოველდღე ხომ გამოვშტერდებოდით კიდეც. რომ ეგ გაგვეგო, ხაჭაპურია, ხაჭოიანი სმეტანა რა, ხო ხვდები? ნუ საგიჟეთ. პატაბურჭულაძე. ეს ცოტა ძნელია ამათი გაგდება, მაგრამ მაინც მოახერხებთ. აი და იმიტომ მოახერხებთ, რომ ხალხს როგორც უნდა, ისე უნდა კონსტიტუციით უნდა. ჩვენ უნდა აუცილებლად კანონით უნდა ვისარგებლოთ. აი ვერავინ რო ვერ შეგვედავოს, რომ ვერავინ ვერ თქვას ვერაფერი. ამიტომ ერთ არის ჩვენი კანონი, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ საქართველოს ხალხს, მოსახლეობას. გადავწყვიტავთ ასე, იქნება ასე. როგორც გადავწყვიტავთ, ისე უნდა იყოს. ისე რომ ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვერავინ ხდები ცოტა როგორც 13 წელია ხო მაგის გადაწყვეტას თუობენ. ხო, მაგრამ მიხვდა ეხლა რო იძახის, რა უნდა ამათ მოშორებას უნდა. ეხლა ცოტა ძნელია. ანუ უკვე ხო ნუ ზადნის სხვათა შორის ეხლა კარგად მიემევა რომ გავუშვოთ ჩვენი პიტეკანტროფი ძმამ. აბე რომელიც აგრეთვე პაატას ახსენებს, მაგრამ სანსვეჟერს არ თყავს. გავუშვით. მოკლედ ვიტყვი, ეს რეჟიმი არის დასამხობი. მე ხედავ ესე რომ გეგმა არის ეგეთი რომ 4 ოქტომბერს აგერ ვიუვიზოზე თქვენს რომ 31 აგვისტომდიან რომ 4 ოქტომბერს ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. პაატა ბურჭულაძეს აქვს ფანტასტიკური ინიციატივა, პოლიტიკოსების გარშემო გაერთიანება ვერ მოხდა ამ დრომდე და პრობლემა არის ეს. პაატა ბურჭულაძე არ არის პოლიტიკოსი, ის არის საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, არც პარტია აქვს, არც პოლიტიკა აინტერესებს, ამიტომ პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი, აგერ ინიციატივა გადასარევია, შევიკრიბოთ და უნდა დავამხოთ ივანიშვილის აი ესეთი ბანდ ფორმირება. გამოიწონა ხამე ხვდები ეს ფიჭური ტელეფონები. სოჭო ხაბე მოიწონები და ხა რატო არ მოიწონებინა ხაბე ვერ ხვდება სად არის მან პრობლემა. ხაბესთვის ეს არის რევოლუციური ჰაი-ტეკის რაღაცა ბოლო მიღწევა. დიდი ბოდიში დროში ხო არ არის გადანაცვლებული, იმიტომ რომ მართლა საახალწლო ილუმინაცია იყო და ხო არ აქვს რაღაცა სხვა ანომალიაში ხო არ არის. სიცენტროითი კონტინიუმი ხო არ არის. ეს როგორ არა, შალვა, ესე ნუდგები. შენ საქართველოში ხათმების ფერმაში ხშირად ანთებენ შუქს და აკრობენ და დღეღამის ილუზიას აჩქარებენ. ანუ ეს პროცესი ხშირი ხდება. ხაბესაც ესე ეუბნებია, რომ ეხა ახალი წელია, ეხა ეს ანუ პროცესებს უჩქარებენ. მიხვდი? ეს ვერ ითვლის და შესაბამისად ახალი წელი რო არ არის, მას
დათბობა, გლობალური დათბობა, რაღაც. ხო, გლობალური დათბობა ხაბისპირამდე არ მივა. აბა მაშინ? მაშინ ვერც იმას დააკავშირებს, რომ ახალ წელს ცივა, იმიტომ რომ აბა ეს ბევრ ახალ წელს შეხვედრია ისეთ სადაც არც. ხო, არის ზუსტად. კი ბატონო, გასაგებია. არ მე რა გამიკვირდა ეს. ამას რას ეუბნებიან? ბოდიში ახალ წლამდე უნდა გადავიჭიოთ და რაღაცები და მიაწეკიო. მე გამიკვირდა ის რომ ხალხი მაერჩია პატა ბურჭულაძის ეს სოტოვების არჩევნები და არ აირჩია უფრო პრიმიტიული მურმან დუმბაძის ფურცელზე დაწერილი ბიულეტენით არჩევნების ჩატარება. პატა იმის რა ქვია მურმანას ის ხო გახსოვს ინიციატივა. სახშიო, მოგვლიჯოთო ქაღალდიო. იქ დავწეროთო, ვისაც ვაძლევთ ხმასო და ლოტოტრონში ჩავყაროთო. ლოტოტრონში. ხაბესთვის იდეაში ეგ უფრო ლოგიკური უნდა ყოფილიყო, ვიდრე ისო ტელეფონზე დაარეკე, უპასუხე, გათიშე. ეგ ბევრი რთული. ჩვენ გავუშვით ღარიბაშვილი და გავუშვათ ღარიბაშვილის გოგოც, ანა ბუჩუკი. მე ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი რა შუაში? ღარიბაშვილი აფშუაში არ არის გახარია. ღარიბაშვილი რატო წამოწდა? აი მე. ოცნებაში დღეს არარეობების გარდა აღარავინ აღარ დარჩა. ანუ ყველა ვისაც ხედავთ ოცნებაში არის არავინ. მეც სახელად არ არაობა. შესაბამისად ესენი არიან ფიგურები, ასე ვთქვათ, კაიკები ასე დავთქვა, რომლებსაც საკუთარი ნება არ გააჩნიათ, თავისუფლება არ გააჩნიათ, ღირსება არ გააჩნიათ, კაცობა არ გააჩნიათ, ქართველობა არ გააჩნიათ. კიდე ბევრი ეპითეტი შემიძლია გამოვიყენო. მაყურებელს არ დავღლით, თვითონ შეაფასებს. გათიშეთ ეს არ გააჩნიათ, მაგრამ გახარიას კი გააჩნია. აი კუკარაჯაში რო არის. შეგიძლია რომ ყოველდღე წითელი ვარდები მიარდა. ჯერ ფულზე ამბობ. მურდალოვსკი შეუძლია. მურდალოვსკი შეუძლია. შეგიძლია უბაშიო ყველა ჩამოშო. სუფთა ეგ არის რა. არ შემიძლიაო და აი მურდალოვსკი. გახარიას კი შეუძლია. სუფთა ეგ არის. ახლა ამას აბა სერიოზულად როგორ უნდა უპასუხო რა. შეყვარებულია გახარიაში. როგორ არის სწორი? გახარიაშია შეყვარებული თუ გახარიაზე? ორივე. გახარია სოცმედია. ანუ გახარი ეუნება რომ ჩემ პარტიის ის ხარო დეპუტატიო, მაგრამ ეს მაინც გახარია სოცმედია. იცი რატო ხელფასი ვარ გადაუხადოს ბიჭო. ძალიან მარტივი ახსნა აქ. არა, მე მგონი ეგ ევასება. აბა გაუშვათ ალოკე. ალოკე ელისაშვილი გაუშვათ. მე ვიცი რაშიც მონაწილეობ, მე ვიცი რაშიც მაქვს თავი გაყოფილი და აქეთ ვინც ვარ ყველა ვიცი ამ ბრძოლაში, რა ბრძოლაში ყველა ციხეშია გამაკეთილი ნაწილი აქვს. ეგენი რო იქნებიან, ჩასრულები, აი ეგეთი უნდა. კი ბატონო. დუმებზე ანეკდოტს არ ყვება დღეს? ბიჭო, რას ფიქრობ? სად მაქვს თავი გაყოფილიო? დუმებში. რას ფიქრობ, იცი? მე ვაფშე არა. ეს ხო ბაზრობდა სხვა სკელი დუმები მოქონდა. მეზოგინი არა ვარ და საერთოდ გარეგნობაზე უხერხულია, მაგრამ რაზოგინი? მეზოგინი. რაღაცა წესები არსებობს ეთერში ვინმე დასვა წამყვანად, ხო? ვინის? მიზოგინი ქალთ მოძულეობა. ხო და ქალზე ამბობს მე. წამყვანი. მე ქალს არჩევი გაუს მეძავზე მიყავს. მოიცარა. აი ჩვენ მართლა მე ალოკეს უყურე. ხო, არა, გადავარგაუშვათ, მერე გადაახ. გეხვეწები ერთი. არ მინდა, ეხლა ბიჭო, დამანახეთ ერთი წამი. მერე დაგანახე. ერთი სკრინი გაუშვა. არა. კაი. მერე ნახე. ხო, მაგრამ ან მაშინ კამერა სწორად დაიჭირეთ, რა ვიცი, რაღაცა. აი, გაუშვით, ბიჭო და. კეთი დევდარიანი იყოს. მანდაც არ ხარ მიზოგინი? კეთი დევდარიანი კარგი წამყვანია ხა იმასთან შედარებით, ვიძე ის არის. გიკითხე რომ ალეკო ელისაშვილის ის უნდათო დაყენებაო მერის კანდიდატად თუ არ ვიცი რამდენად მართალი, მაგრამ საიდან მოიტანეს რომ ალეკო ელისაშვილს ისე გიждდება მთელი თბილისი, არა ზოგადად თეორიულად მაინც რომ შეერკინება იმ რომელი იქ ხო სულ ერთია თან ისევ კალაძე იქნება დინარაძე თუ ის ტოტო კუტუნიოს ჩამოიყვანენ თუ ვინც არ უნდა იყოს დაუწერენ რაცაც და ჩათვლიან საჭიროდ. ეხლა ამ დაუწერეზეც რომ არის ხოლმე შენთან ნახე დებატები რომ რას ქვია დაუწერენ. მაინც ხალხს ესე იგი როგორ არ უნდა დაიჯეროს რომ ჩვენ ვართ ორღობე. აღარ ვართ განსაკუთრებით. აღარ ვართ ის რაც ვიყავით ანუ მიშას დროს. მიშას დროს მაგრები ვიყავით. ხო. მიშას დროს რო. სისტემური წამება. გიგი რო იყო. არა, სისტემური მაშინ ხო საქართველოს დიდი იყო უფრო. საქართველოს სისტემური წამება კი იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ყველა ვერ გაწყდა. არა, შალო, სხვა რამე. მაშინ ხო საქართველოს ისე დიადი იყო და პლუს ამას ტერიტორიულად რამდენჯერ დიდი იყო? 3-ჯერ, 4-ჯერ, ხო? 20-ჯერ. ხო, 20-ჯერ და ის აღარ ვართ მიხვდი, ის სიდიადე დავკარგე. სხვა შალო შენ მიზოგინეს დაუნე გადავახვიე მეზმაო შევხედე.
რა ხდება? ცოტა პიკასოს სელფერი დაკრავდა. რა ხდება? არაფერი შენ ვარ შეგიძლია გადახვევა ეგ არის. მე ტელეფონი მიჭდება. მე ისე პიკასოში გავიყვანდი რა. პიკასოს ვალი განახული ადამიანი. მალევიჩი? არა, ხო? тоже გუმანდა, მაგრამ ნუ უფრო პიკასოს მიგვასგავს. ხო, კი ბატონო. ანუ დაჟე ვან გოგიც არ არის, პიკასოა, ხო? ვან გოგიც არ აქვს მაინც დიდი ტელეწამყვანების დამხატავი. კარგი. ლაშა ბუღაძე, კაცური კაცი. ნაღდი. არის როგორც საქართველოს ისტორიაში ხდება, ჯერდი პროტესტი არ გაჩერებულა, მაგრამ მომენტი დადგება. თოკია თუ ძაფია თუ ჯაჭვია, აი ქართული ოცნება ამ რაღაცაზე კიდია. აი ესე კიდია მაინც. არ არის მათი ეს თოკი მყარი. ამიტომ მომენტი დადგება და ეს ბრძოლა მყარი არ არის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მაინც დამთავრდება საქართველოს. ვისი გამარჯვებია? ქართველი ხალხის ალბათ რა დეგენერატივი რას უწოდებენ თავის? გეების. პროტესტი. უი, მაგაზე გამარჯვება. ხალხო, მე ვარ ევროკავშირის ხარეს დაუშვათ. ბიჭო, შეთქმულების თეორიის გავრცელებისთვის ვიღაცებს რატო წილავთ? როდესაც თავარი მოთხოვნა არის ანტიგეი პროპაგანდის შემზღუდავი კანონი და მაგ კანონის გაუქმება, როცა არის მოთხოვნა. ბიჭო, გამჭვირვალობა პლუს მინდოდეს. პლუს გამჭვირვალობა. ხალხს ვეღარ არწმუნებ უკვე რომ მართლა არ გინდა გარყვნილება საქართველოში. ანუ ეს კანონი თუ გახდა პრობლემა და სხვა არაფერი, რას არ გვაბრალებენ? რუსეთთან ფარული კავშირები, რაღაცა დაწერე იმ რეზოლუციაში, რომ ძმაო რუსეთს ნუ უწყობ ხელს. ხო, რაღაცა ეკონომიკურ წინსვლაში. მორიგი აბსურდი, ხო? ან კონტრაბანდით რაღაცები ნუ შეგაქვს, ანუ თურმე მარტო საკანონმდებლო გეი პროპაგანდის წინამდე მოითხო ოჯახური ღირებულების გამაგრების კანონია? და ქართულ ხალხს ხო ძალიან მარტივად მაგას დაუქცევია დემოკრატია. ქართულ ხალხს დაუდგება ძალიან მარტივად, ანუ არჩევას უმარტივებ რა. აქეთ არის ეს მარტინა ნავრატილოვა. საკათმე შეიძლება ითქვას იქით არის ვიზები. ხო და ნუ ძალიან ცუდ დღეში არის ევროპა, ძალიან ცუდ დღეში ხალხო, არ შეიძლება ეს. საერთოდ არ იცით ვინ არიან ქართველები. ეს ლიბერდებილები ხო არიციან და ამათი დანოსებით რო სარგებლობთ, რომ მთელი ხალხი ახლა ფეხზე ადგება და ამ კანონს გადაყვება რა, რომ უნდა გააუქმონ. არ შანსი არ არის. აი ესე იქნებით სულ. არა, მან თავარი კომპლექტაცია. ის რომ ოჯახის და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი არის გასაუქმებელი, გამჭვირვალობის კანონი არის გასაუქმებელი. უნდა თქვათ, რომ სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე, პოლიციელზე თავმოყრილები ან პოლიტპატიმრები უნდა აღიაროთ პოლიტპატიმრად და მე უნდა გამოუშვათ, უნდა დანიშნოთ ვადამდელი არჩევნები და აქ ვართავდება, უნდა მოიყვანოთ მე ოპოზიცია ხელისუფლებაში და მან შეიძლება რომ გაგეშვა ჩვენმა მეგობარმა ჭალებში რა თქმა უნდა, ჩერგომაც კი გახარიას მიაკუკა. გახარია გაეგზავნა თავშესაფარს ეძებს. მადლობა გიორგი რომ მზადხარ მოვკურსლო ბრძოლის ველიდან. გაია დაცხონ ერთმანეთს. დაიბარეთ ბოკერია იმაზე. ბოკერია ხო? დაიბარეთ. მაგრამ დასრულდა. ხო, ნუ ვეღარ მოვასწრებთ. კი ბატონო, ლაშა ფარულავა. ეს აი პრესიტურა და პაატა ბურჭულაძე გარშემო რატო უნდა შევიკრიბოთ? იმიტომ რომ მის გარშემო არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, შეკრებილები, რომლებსაც აქვთ ის ფასეულობები, რაც ჭირდება ამ ბრძოლას და დემოკრატიული ოპოზიცია ესეთი ადამიანების გარშემო უნდა გაერთიანდეს. ვერ ვახდენთ გაერთიანებას ოპოზიციური ძალები? მოდი საზოგადოებასთან გავერთიანდეთ. მოდი ქართულ ხალხთან გავერთიანდეთ. ანუ ამას ქართულ ხალხთან რო გაერთიანდებიან, ამაში დარწმუნებულები არიან? ანუ ქართული ხალხი ამათთვის აკაცუკობაა. ისიც კი აკაცუკობასთან ისიც კი აგინებს. აკაცუკები? კი, რა თქმა უნდა. ანუ ესეთი იავნი ნაცებს, ეს ნაცია. გალიმი, ნუ ჩვენ გახსოვს აკაცუკების ვიდეო რო გავუშვით 17 მაისს რო ტიპი მივიდა და გადაუღო. და უცებ კადრში რო აკაცუკები შემოდიან, ზომბი თავდასხმა ხდება. ბიჭო. ანუ იმან როგორ შეიძლება ნაც შეაგდეს. ოჯახის სიზმრის დღეს იყოს კაცოები. მართლა? მაგან როგორ შეიძლება ნაც შეაგინოს? არა, მართალია. არა, ხო არიან გალივი ნაცები, ვითომ ნაცები, ყველანი ნაცები არიან. ხო არიან.
აკაც უკვე მე მგონია რომ არანაირ პრობლემას არ გრძნობენ ნაცნობასთან და ფრიმიშა პლაკატები. გააქტიურდა სადგური ოკრიბას ყველაზე ცნობილი დისპეჩერი ლევან სამუშაო ყოველდღე გვაძლევს კონტენტს. ხო გავს. იგივე ზმანითაა დღეს? არ ვიცი რა. ლევან ვინ? სამუში. დეფილედან. და ეს არის ბრძოლის გზა. ყველგან, ყველა ფლანგზე, ყველა კანონით და კონსტიტუციური მეთოდით ბრძოლა რეჟიმის დასასუსტებლად. ჩვენი მთავარი მიზანი ირაკლი არის, იყო და იქნება ორი რამ. ეს არის პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება. საკუთარი მოხსნილია კითხვისგან თვალები და დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან ჩემი პარტიის ლიდერები, დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან სხვა პარტიის ლიდერები, დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან გლდანის საპყრობილეში სინდისის პატიმრები, მათი თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ლელუძლიერი საქართველოს უმთავრესი მიზანი. სხვა ყველა გასაგებია მეთოდი. აქ არის იმის წინააღმდეგ, რასაც ეს დეგენერატი პიდეკანტროპი იძახის, რომ კანონიერი მეთოდია. მე მახსოვს 2012 წელს არჩევნების, საბედისწერო არჩევნების წინ მოახდინოთ გადატრიალება საარჩევნო ყუთებთან დავწერე. და მოახდინოთ გადატრიალება დატოვეს და საარჩევნო ყუთებთან მოჭრეს. თუმცა შორს ვერ წავიდნენ, იმიტომ რომ ყველას ნანახი ჰქონდა ეს სტატუსი. ეს ცნობილი მეთოდია, რა თქმა უნდა, მაშინაც მიმართავდი რომ რამე ბრალდება არ წამეყენებინა ჩემთვის და მართლაც ეგრე მოხდა. მოხდა ამბოხება საარჩევნო ყუთებთან. ამას ვერასოდეს ვერ გააკეთებენ ესენი, ვერც გააკეთებდნენ და თელი ეს გაწელვა და რაღაცა კაცობა რომ ამბოხება და დავამხოთ ეს არის თავიდან ბოლომდე ვირიშვილობა, რომელსაც ვერ გააკეთებენ. აკაცუკის დამხობილი ხელახლა და სამხობი. კი ბატონო, სერგი კაპანაძე, რომელიც ძალიან საინტერესო არსებაა, ტოპკაც. გაუშვით. მოცემულობა არის ერთი. ახლა ქვეყანას ყავს რეჟიმი, რომ დაარღვია ყველა წითელი ხაზი, ყველა არ არსებობს არაფერი საერთოდ, რაც მათ არ შეუბღალავთ. არაფერი. დაწყებული ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდა გაგრძელებული უდანაშაულო ადამიანების განადგურებით ჩაყრით და კი ბატონო და ამის გამო ამაზე რა შეიძლება რეაქცია ქონდეს ევროკავშირის ინსტრუმენტები რა აქვს ხო? აი ახლა მე რო შენზე გავბრაზდე რაღაცა ინსტრუმენტები რა შეიძლება ავიცი დაგიყვირო რაღაცა თქვა რაღაცეები რა შეიძლება გავაკეთო ხო? თუ არაფერი არ შემიძლია რომ გავაკეთო ყველაზე მარტივი რა შემიძლია იმას გავაკეთებ ხო? ავკაზ ინსტრუმენტად დაპირისპირების მგონია დაყვირება. თან ოღონდ ევროკავშირის ინსტრუმენტიო ბიჭო. არა, სხვა რამე თქვა, ყველაზე მარტივი ბოლოს ის რჩება, რომ იგნორი გავუკეთო, ანუ გაწყვიტო მასთან ურთიერთობაო, მაგრამ ხო, ნუ არასწორი შედარებაა, როდესაც სახელმწიფოებს და მით უმეტეს გაერთიანებას ევროკავშირის გაერთიანებას ადარებ. რუბლი უნდა გამოგჩა? ლაკა გამოგჩენია. ახალი რუბლებით. აბა უშვებთ ქართულ ოცნებას ხელისუფლებამ მაშინ როდესაც გვაქვს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და ამას აქვს ძალიან კონკრეტული გზა რომელიც გავლილი გვაქვს ჩვენ არ შევედით პარლამენტში ჩვენ არ ავიღეთ მანდატები ჩვენ უარი თქვით დაფინანსებაზე ჩვენ არ შევედით კომისიაზე ჩვენ მოვახდინეთ ისინი მოვაწყდიეთ პოლიტიკურ სრულ იზოლაციაში ამის შედეგად დაიწყო საერთაშორისო არაღიარება, სანქციები, რომელიც და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელმაც შეარყია სისტემა, არ დააზიანა ჯერ საჭირო ხარისხამდე, მაგრამ შეარყია. შეარყია სისტემა. არ ვიცი, რა ვიცი, ამყევებს. ან განოსები წერეთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგო კიდე ერთი აღიარება არის რუბლების ოფიციალური რუსეთის სახელმწიფოდან მიმღები პირისგან. ისევე როგორც, ანუ დანოსები რამდენი იყო, უყურე ერთი იყო ის რომ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა შეუჩერდეს, ამაზე რამდენი ადამიანი დადიოდა, მათ შორის სალომე სამადაშვილმა თავად აღიარა რომ გიო ჩვენო ამისთვის ვიღწოდითო და ამაზე მეცადინეობდითო, მათ შორის იყო ის რომ ყველანაირი კავშირი დიპლომატიური გაწყვიტეთ, უფრო მეტად შეუტიეთ, ჩამოდით და აქედან დაგვეხმარეთ. ეს ყველა სფეროზე ხდებოდა, არა მარტო პოლიტიკურზე. ვინც კი ამათი გავლენის არეალში იყო, ნებისმიერ კულტურულში იქნებოდა პოლიტიკურში და ასე შემდეგ, ყველგან ერთი და იგივე სცენარი თვითარდებოდა. თუნდაც მესივ ეთექის კონცერტი რო გააუქმეს, გახსოვს? ხო. ანუ ტიპებმა ადგენდა და საქართველოში რო ჩამოდიოდა საერთაშორისო ცნობადობის ჩემთვის ძალიან საყვარელი არტისტი. იმასაც კი აუწიეს ეგ თემა, რომ ანუ ყოველდღე ჯასტინ ტიმბერლეიკზე არის ხე. ხო და აი ხა მანუნდი რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ხა ითხოვს რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის საქართველოში არ ჩამოსვლის და თუ ჩამოვა მაინც სცენიდან რომ სინდისის პატიმრებს მხარი დაუჭიროსო ჯასტინ ტიმბერლეიკი. ჯასტინ ტიმბერლეიკი
იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ჩამოყავსო და რა იმეთი უნდა დავაზიანოთ რა ეს აქტიო რა. ძალიან მაგარი. თუ იმას ვერ ვიზამთო რომ ვერ ჩამოვიყვანოთო, მაშინ იქნება სინდისის პარტნიორებზე მხარი დავაჯერებინოთ. ხო, მე მგონი რომ თვითონ ევროპა მიდის საქართველოსთან გარბის თავს იკლავს ევროპა საქართველოში, თუნდაც იმ მოთხოვნით და აქ ადამიანის უფლებებს ეგრეთ წოდებულ საერთოდ კავშირი არა გარკვეთან, რატო აქ არის მარტივი გეოპოლიტიკური ინტერესები და თვითონ გვიშვებენ ხელს და ასევე თვითონვე გვაბრალებენ რომ ჩვენ ვერ მოვიქეცით სათანადოდ და გამოვედით ამ კოლონიალისტური დისკურსებიდან და აღარ ვართ იქ ბოდიში. ეხლა დაგაბრებენ რომ პუტინის სიტყვებს იმეორებ. პუტინმა თქვა რომ ღირებულების პრობლემა კი არისო. რეალურად მართლა ხო, და რა პუტინმა თუ სიმართლე თქვა, მაინც უნდა დაგაბრალო შენ. რავი, არ მაქვს პრობლემა რომ ნუ გეოპოლიტიკური ამბები გადამწყვეტი არის რეალ პოლიტიკაში მეგობრებო. კი ბატონო. რა თქმა უნდა რუსეთი ჩვენი ოკუპანტია, მაგას რა თუნდა ბევრი ლაპარაკი. არა, ეს სიტყვებითო ისიც რო არის. ანუ როგორი სიტყვაა, იცი? თითქოს შენ გულდებში აგინე თემა არის რა და რუსეთი ოკუპანტია და ფაქტზე გეუნებიან. არა, ფაქტზე გეუნებიან, რატო უნდა უარყო რაც არის? მაგრამ როგორ უნდა გამოხვიდე ამ ოკუპაციიდან? როგორ უნდა გაზარდო შენი ქვეყნის კეთილდღეობა? არა, აუცილებლად ომი. მე მგონი აღარც არის საჭირო მაგების ახსნა რა. ეგ იყო ანტირუსული ისტერია იყო გიჟი მიშას და მისი მოგონილი ნარატივი, რომელიც მე რა თქმა უნდა, მისი მოგონილი, თუმცა თავის დროზე მისი მოგონილი რატო არის? იმიტომ რომ როდესაც მის ოპოზიციაში იყავი, გინდა სტუდენტი ყოფილიყავი და გინდა რამე გაგეპროტესტებინა ციხეებში წამება, განათლების სისტემა მაინც რუსეთის აგენტობას გწამებდნენ და მე ოპოზიციაში გადავიდა და გახდა თავისუფალი ზონა და ეგენი რომ დარბოდნენ და პუტინი ოკუპანტია და ყირიმი ვისია და დარბოდნენ და ჩინოვნიკებს რო ეკითხებოდნენ და ეხა ლიბერდებილებმა ეს აი გაიაზრეს, გადაიტანეს ისე რომ მიშა გამოაკლეს თითქოს და იმ წუთში ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ მხარეს, სადაც ჩვენ გვაწყობს. რუსეთში მაგალითად საქართველოს მოქალაქე რო ჩავიდე და მუშაობა დაიწყოს, ლეგალური იქნება. არა, ერთი წელი შეიძლება იმუშაოს. ლეგალურია აბსოლუტურად. გაგვიკეთონ იგივე ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ და ამერიკამ. რომ ლეგალურად ჩავიდეს. ამერიკამ ლეგალურად კი არა, ვაფშე ჩახვიდე ჯერ. ხო, თუნდაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ლეგალურად შეძლოს ქართული პასპორტი მქონე ადამიანმა ლეგალურად შეძლოს მუშაობა. შეძლოს ანუ მე ამერიკამ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შინაარსი დართო მექსიკიდან შინაარსი რო არ გააჩნდა ის პარტნიორობა გაგვიუქმა რომელსაც პირდაპირ ხელშესახები რადივიდები დღემდე მისტიკური მედიუმი არის ევროპა ელაპარაკება სომხეთს შავი ზღვის პერსპექტივაზე. ხო, სომხეთს შავი ზღვასთან არა გადაყვეთა. სიაიტლორი ვერევანი, ავერევანი, მორიანი, დათულიესოზერასევანი, ხაზიწევერწეგლინეთ. ოღონდ ფაქტია, გეოგრაფიული ფაქტია. შეიძლება და ჩვენ არ გველაპარაკებთ. შეიძლება არ იციან ეგ. არა იციან, მაკრონმა თქვა საქართველოს თავის დროზე რომ არ არის ისის გეოგრაფია რა. ხო და ჩვენ მაკრონმა ეგრე ისის თქვა ლისაბონი და ვლადივოსტოკამდეო. თავის დროზე დიდი ევროპის თავის დროზე რა 2019-ში თქვა. ხახო რომ სომხეთს ელაპარაკებიან ჩვენ ძმებს სომხებს ელაპარაკებიან შავი ზღვის თანამშრომლობის პერსპექტივაზე და ჩვენ იქ ვაფშე იმ შეხვედრაზე არა ვართ. ხო. აიცი აი რა გითხრათ რა. ეს არის რაღაცა. მეტი უსამართლობა რა გინდა შეგუშ. კი ბატონო. კარგად ზანდებოდ მეგობრებო ჩვენ თქვენ სხვა შეხვდებით. ყველამ